Top 5 ყველაზე ჩამოსხმა ბრაულერი შოუდაუნში მარტო სათამაშოდ. სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, ბოდიშით ხალხო. მალმალე რომ აღარდებ ვიდეოებს, აღარ მცალია ხოლმე და თან იდეებიც არ მოქვს რაზე გავაკეთო. ასევე მეზარება კიდეც. კიდევ დიდი მადლობელი დავრჩები თუ ამ კაცს დააფოლოვებთ და 10,000 ფოლოვერზე მალე ავა. აღწერაში მოთაგული მეყოლება და დიდი იმედი მაქვს გადახვალთ და დააფოლოვებთ. მიყვარხართ ყველა. ვიდეო დავიწყოთ და მეხუთეზე შემომესხას ჯესი. ახლა ახსნი რატომ არ მევასება. იმიტომ არ მევასება რომ ძალიან უმაქნისია. რეინჯი კარგი აქვს, მაგრამ ისეთი ნელია და ნელი ტყვიები აქვს, კაცი დასაფინიშებელი რომ ყავდეს სანამ ტყვია მოხდება დაihileba უკვე. სუპერი კარგი აქვს, მაგრამ ეს სხვა მაპზე ჯობია დაიყენოთ. შემომეხიოს. მეოთხეზე დამეფენგალოს პოკო. ცუდი ბრაულერი. არ არის ნამდვილად, მაგრამ შოუდაუნში არ ვარგა, რადგან უფრო გუნდის ბრაულერია, ასე რომ თქვათ. გუნდს სჭირდებათ, რადგან თავის ტრაქში გამოსმულ გიტარას თავისიანების დაჰივაც შეუძლია და დემეიჯი აქვს ცუდი. თავისი გიტარა სულ თავზეც რომ გადაალეწოს, მაინც ცოტა საკლებს, შემაფრინდეს. მესამეზე დაიქოკოს გამოეკანოს და შემომენგრიოს ჩაკი. ეს ოთხვერა ლიანდაგზე მოსიარულე ჭუჭუსკვერი ძალიან სირობა ბრაულერია შოუდაუნისთვის. ტიპი ისეთი სირობაა, რომ როგორღა დავაჯვა არ ვიცი. ეს ჰეისჩია კარგი და მაგის გამო ძალიანაც არ დავაჯვამ. ცოდვაა, მერე ავარაუდგება ხოლმე, ისედაც პატარა აქვს. დებილობა იმიტოა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გტყნავენ. ზონა თუ დაპატარავდა, ვაფშე დანძრეული გაქვს. იმიტომ რომ თუ ხლეზე არ გადაუარე, ისე ჩემხლეს იძამ. იმედია მიხვდებით რას გულისხმობ. შეუფინგალეთ ვინმე. მეორეზე კი ჯაეკ ლონგი თუ როგორც ქვია. პირადად მე არ მევასება ამის არაფერი. უბრალოდ დებილობაა ტრაქში გაირთხაროს თავისი ასტრაფება და ერთი მიჯმა დაჰილო. ამას არც 3-3-ზე სათქნაუროდ გისჩევდით, უფრო სწორად საბძოლველად თუ როგორცაა. მოკლედ არ ვიცი რაში გაქვს ამ ბრაუალეს ამის თქვა შემიძლია და შენი აზრით პირველზე ვის გაიხვანდი. დაწერე კომენტარებში და ჩემი და ამ კაცის აკაუნტის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა ჩემო სიყვარულებო.